თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გამწვავებული დისკუსიის ფონზე სალომე ზურაბიშვილი მკაცრი განცხადებით გამოდის. პრეზიდენტის ტონი პარტიების მიმართ პირდაპირ იყო, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. დაყენდნენ, თქვა მან პოლიტიკური ძალების გასაგონად. გამოსავლად მხოლოდ ერთობა ესახება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველამ უნდა დაიხუროს ქუდი და ცალკე გაუყვეს თავის გზას. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ რეჟიმი მძიმე მდგომარეობაშია და ახლა არ შეიძლება დაგსაქსვა, უნდა გაგრძელდეს შიდა და გარე წნეხი. პარტიების პასუხისმგებლობა კი ერთობაა. მისთვის გაუგებარი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყანაში ათობით პოლიტპატიმრის არსებობის პირობებში. ზურაბიშვილის მტკიცებით სულ უფრო რეალური ხდება საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად დაინიშნოს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებიც კი აზრს დაკარგავს, თუ ის არ ჩატარდება ახალი წესებით, ახალი პირობებით, ანუ სამართლიანად. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთობით შეიძლება. რა რეალობა გვაქვს დღეს, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ესხმიან თავს, სულ უფრო რთული ხდება მათ შორის კონსტრუქციული დიალოგი, რადგან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე რბილად რომ ვთქვათ, პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ ვითარებაში კი ქართული ოცნება ცდილობს საჩვენოს თითქოს არ აინტერესებს ვინ მიიღებს და ვინ არა მონაწილეობას რომელიმე არჩევნებში. სალომე ლაბაძე შემოგვიერთდა ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, რა გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებას? დავიწყოთ თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აქ მნიშვნელოვანია და ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ზურაბიშვილის დაზუსტებითვე მან დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოადგინა პირადი პოზიცია და არ უსაუბრია წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერის სახელით, რაც არც არის გასაკვირი, რადგან როგორც ირკვევა, შეთანხმების მიღწევა პოლიტიკურ ძალებს შორის იმის შესახებ იქნება თუ არა სწორი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ვერ ხერხდება ვერც ამ პლატფორმის ფარგლებში. მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ზურაბიშვილის პოზიციის საპირისპირო პოზიციას გამოხატავენ სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მოკავშირეებად და ჯერ კიდევ წარმოადგენენ მის მიერ დაფუძნებულ ამ წინააღმდეგობის პლატფორმას. ასეთი პირველ რიგში გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც პირველმა მიანიშნა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და ასეთია უკვე პარტია ლელოს, უფრო ზუსტად კი კოალიცია ძლიერი საქართველო, რომელიც ასევე არ გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. რაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როგორც მინიმუმ მეამიტობად უნდა შეფასდეს და ასე უნდა შეფასდეს მისივე განცხადებით იმ დრომდე, ვიდრე სასამართლო სისტემა რჩება ივანიშვილის გავლენის ქვეშ, რადგან ნებისმიერი საარჩევნო დავა საბოლოოდ სწორედ ამ სასამართლო სისტემამ უნდა განიხილოს. გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით, შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ნამდვილად ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელი არის და პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ თუ არის ერთიანი. ასე რომ პასუხისგებლობა თუ რამე არის პოლიტიკურ პარტიების, არის რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა არის აუცილებელი და აუცილებელი არის კარგად გაგება სიტუაციას. სალომე ზურაბიშვილის შეიძლება ითქვას, რომ ხისტად გამოხატული პოზიციის შემდეგ განსაკუთრების საყურადღებო იყო მოგვესმინა პარტია ლელოს პოზიცია, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, არის ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილე, თუმცა გამოხატავს მისი პერსონალური პოზიციისგან განსხვავებულ პოზიციას. სალომე სამადაშვილის კომენტარით კი, რომელიც გაავრცელა პარტიის პრეს-სამსახურმა, ჩვენ გავიგეთ, რომ ლელო არათუ გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, არამედ სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახლა პარტიები გადავიდნენ აქტიურ პოლიტიკურ ფაზაში, რაც მისივე განმარტებით ნიშნავს არა არჩევნების ბოიკოტს, არამედ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის. რაც შეეხება ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიის გამოკლებით, ისინი მიესალმებიან სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას, თუმცა მათგან ვისმენთ კიდევ უფრო მძიმე შეფასებას იმ პოლიტიკური ძალების მისამართით, რომლებიც განსხვავებულად ხედავენ მოვლენების განვითარებას და არ გამორიცხავენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ისინი ამბობენ, რომ საქმე გვაქვს იმ ბრძოლის ღალატთან, რომელიც ამ დრომდე აწარმოა ქართულმა ხალხმა და რომლის შედეგიც არის ის, რომ ივანიშვილის მთავრობას დემოკრატიული სამყაროს მხრიდან აღიარება ამ დრომდე არ აქვს. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ იმ ხედვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის დაცვა და ერთიანი ფრონტით დაპირისპირება ამ რეჟიმთან. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოთხოვნების, ასე ვთქვათ, გაჟღერება და შესრულება, რაც უკავშირდება როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით გარემოს ცვლილებებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და უნდა შევიდეთ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში, რაც ნიშნავს არჩევნებისთვის მზადებას. არ არსებობს ძალა ამ სოფლის მასშტაბით
რომელსაც შეიძლება ჩვენი პოზიციის შეცვლა, იმიტომ ახლა ივანიშვილის რუსულ სენატში მონაწილეობა არის ამ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება და ნორმალიზება იმ პროცესის, რომელიც არის უბრალოდ დიქტატორულ კალაპოტში გადასული. სინამდვილეში ეს არის არაბრძოლის ველი, არამედ რაღაცა დანაღმული ველი, სადაც შენ წინასწარ იცი რომ ველი დანაღმულია, შედიხარ და ფეთქდები. ზუსტად ამას ნიშნავს ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები. თუ ჩაინიშნება არჩევნები, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება თავისუფალი გავლენებისგან, ივანიშვილის ზეწოლისგან, იქნება სასამართლო თავისუფალი, ცხადია მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ამ მოცემულობაში ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის წარმოუდგენელი არის კამპანიის ნაწილში ბილბორდებზე გამოჩნდეს ბედნიერი სახებით პოლიტიკური ლიდერები და მოუწოდებდეს ხალხს არჩევნებზე მისვლას. როცა იცი რომ ეს არჩევნები არ არის, მათ ეშინიათ იმ ხისტი გადაწყვეტილებების, რაც შეიძლება ქართულ მოცემამ მათ წინააღმდეგ მიიღოს. ჩვენ ლიდერებს აღმოაჩნდათ ის ზალა, იმიტომ რომ ჩვენ მსახურებით სიმართლეს და ჩვენ 26 ოქტომბრის მერე ეს მორალური ხაზი არ დაგვითმენ და არც დავთმობთ არასდროს. მიუხედავად ლიდერების ციხეში ყოფნისა, გავაგრძელებთ და ზუსტად ვიცით ნიკა მაგვარამესაც დაიჭერენ, დღეს თუ არა ხვალ, მაგრამ გავაგრძელებთ ბოლომდე. ამ არჩევნებზე გასვლა რეალურად ერთადერთი ამის ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს რომ პარტიები უბრალოდ გადარჩნენ, რაღაც პარტიული სტრუქტურა შეინარჩუნონ. ეს პარტიები, რომლებიც არჩევნებს ემზადებიან, მათ ან გულწრფელად უნდა თქვან ეს, რომ ეს არის ჩვენი მიზანი და უბრალოდ ჩვენი გადარჩენის გზას ბოიკოტში ვერ ხედავთ და ეს გასაგები მაინც შეიძლება იყოს მათი აღმრჩევლისთვის. უბრალოდ ამასაც თუ არაომე და ამას ყიდიან ისე, რომ თითქოს ამ არჩევნების მოგება არის შესაძლებელი, ეხლა რაღაც საერთო დიმიტრი გელოვანის გამოძევნა როგორც საერთო კანდიდატად და ამის გარშემო გაერთიანება ოპოზიციის, ეს არის ჩემი აზრით ზღაპარი უბრალოდ და თავის მოტყუება კარგ შემთხვევაში. ამიტომ მგონია რომ ბოიკოტი არის და ერთიანი პოზიცია ამ შემთხვევაში სწორი პოზიცია. რაც ეხება ქართულ ოცნებას, აქ ისევ გვიმტკიცებენ, რომ არ აინტერესებთ როგორი მოქმედებს ოპოზიცია და საბოლოოდ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა რატომღაც ამ ფონზე ქართული ოცნებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებული ანგარიში, უფრო ზუსტად კი ანგარიშის შესწორება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შესწორებაში არის მოწოდება ოპოზიციის მისამართით, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში, არადა უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ ვკითხულობთ მხოლოდ მოწოდებას ერთიანობისკენ და რაც მთავარია აქვეა აღნიშვნა იმის, რომ 26 ოქტომბრის პროცესი არ ჩატარებულა ლეგიტიმურობის სტანდარტების შესაბამისად და რომ მნიშვნელოვანია ქართულმა ოცნებამ გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო, რაც ამ დროისთვის ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების გეგმაში მათივე განცხადებებით ჩანს, რომ არ შედის. როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას და მე მგონია რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან მიუხედავად იმისა რომ მათთვის ეს იქნება რა თქმა უნდა უკიდურესად დამამცირებელი ხო ადრე სხვა საბულინგებდი ეხლა შეინთონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას რა თქმა უნდა ეს იქნება მათი დამცირება მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს ხო რაც წარსულშიც არაერთხელ გავუკეთებია რასაც უბრძანებენ გარედან რასაც ეტყვიან და დაავალებენ გააკეთებენ იმას ხო კონდათ ის პრინციპული პოზიცია რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში აი ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. მერობას ვაპირებ და ვაპირებ რომ დაგამარცხოთ. ყველა ეს რადიკალური დაჯგუფება ვინც ახართ, დაგამარცხებთ და ქართულ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს. ამ ფონზე კი ყურადღებას იქცევს ზურა გირში ჯაფარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი. მე შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძე იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და ის როგორც ამ პოსტის დასაწყისშივე აღნიშნავს, არის მოკლებული შესაძლებლობა სრულად გაიცნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, თუმცა ცხადია, რომ საჭიროდ მიიჩნევს თავისი შეფასება შემოგთავაზოს, მათ შორის იმ საკითხსაც იქნება თუ არა სწორი ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. პოსტის ერთ ნაწილს წავიკითხავ, რომელიც ყველაზე მეტს ამბობს ამ მიმართულებით ზურა გირში ჯაფარიძის პოზიციაზე. ის აღნიშნავს, რომ არ მჯერა გამარჯვების არც ერთი სცენარის თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება. მე მჯერა რომ ჩვენ ახლა რუსეთს ვებრძვით, ბომბები არ ცვივა, მაგრამ ბევრი ტყუილი ცვივა და თუ არ დაიჯერებ და წინააღმდეგობას გაუწევ, მინივენში გაწამებენ ნიღბიანი ტროგლოდიტები. ამის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ძალით, ძალა ერთობაშია, ძალს ჯაჭვით აბამენ. თუ სადმე არსებობს ძალების გაერთიანების პოტენციალი, ეს ისევ საომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმაა, ვისაც რა უნდა ისაკეთოს, ვისაც როგორ წარმოუდგენია, ისე იბრძოლოს ამ რეალობაში ყველაფერი
მოსულა ჩემი აზრით, მაგრამ პოლიტიკურმა პროცესმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ერთ ადგილას და სხვა უკეთესი ადგილი ვიდრე წინააღმდეგობის პლატფორმა ვერ შევქმენით ამ წუთის მდგომარეობით. სწორედ ეს არის ციტატა ზურა გირჩი-ჯაფარიძის პოსტიდან, რომელიც მან საპატიმრო დაწესებულებიდან გამოაქვეყნა და როგორც მოისმინეთ ამ პოსტში ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მას მნიშვნელოვნად მიაჩნია წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მოახერხონ პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი პოზიციების შეთანხმება, რაც შეეხება პერსონალურად ჯაფარიძის პოზიციას, მან ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე არაერთგზის განაცხადა, რომ ამ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიაჩნია დაუშვებლად და ამაში ხედავს საფრთხეს რეჟიმის ლეგიტიმაციას.